სტალინის პატივსაცემად გახსნილი რესტორნები, პრორუსული ტელევიზია, სავაჭრო ცენტრები, ჯამში 20-ზე მეტი კომპანია და ათეულობით მიწის ნაკვეთი. დღეს დაკავებული მსოფლიო ჩემპიონი და გორელი ბიზნესმენი გიორგი კანდელაკი დიდ ქონებას ფლობს. კანდელაკი დღეს 6 პირთან ერთად დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ალკოჰოლური სასმელებისა და უაქციზო სიგარეტის საქმეზე დააკავეს. არალეგალური საწარმო გორში წლები ფუნქციონირებდა. დამნაშავე ცხოვრობს ძალიან ახლოს და ნებისმიერ დროს შეიძლება გადაეყაროს ბავშვს. განცხადებას იმ არასრულწლოვნის ოჯახი ავრცელებს, რომელზეც მკლავჭიდელმა ხატია ვიბლიანმა ფიზიკურად იძალა და ვიბლიანს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუპარდეს. ოჯახი აღნიშნავს, რომ ბრალდებულმა იცოდა, რომ არასრულწლოვანზე ძალადობდა და ეს ვიდეოშიც ისმის. სასამართლომ ელენე ხოშტარიას საპატიმრო გირაო შეუფარდა. პოლიტიკოსი ციხის დატოვებას მას შემდეგ შეძლებს, რაც გირაოს გადაიხდის, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ხოშტარია გირაოს გადახდას არ აპირებს. კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერი ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან რუსთავის ქალთა კოლონიაში გადაჰყავთ. სასამართლომ ნინო დათაშვილი პატიმრობაში დატოვა. პედაგოგის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ რთულია, მან სხდომაზე დასწრება ვერ მოახერხა. პროცესი 29 სექტემბრისთვის გადაიდო.